I'm Lily Dowse. მე ლილი დაუსი ვარ, ეს კი ჩვენი გადაცემა მოგზაურობაზე. მე კატარში მაქვს სათავო ოფისი, საიდანაც მთელ მსოფლიოში მოგზაურობ, ისეთი საოცარი ადგილების აღმოსაჩენად, რომლებიც უხვად გვთავაზობს კულტურას, ფუფუნებასა და თავგადასავალს. გზად ვხვდები ახალ ხალხს, ვსინჯავ გემოებს და სადაც კი მივდივარ, ყველგან ვიღებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს. დღეს კატარიდან იბერიის ნახევარკუნძულის სანაპიროზე მდებარე ქალაქისკენ მივემგზავრები. მე ლისაბონში ვიმყოფები, ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი ტრამვაით, კრემიანი ტარტითა და ისტორიული უბნებით. ქალაქი გამოირჩევა დახვეწილი კულტურით, ფერადი ქუჩაბანდებით და კლასიკური კულტურის ძეგლებით. Hola and welcome to Lisbon. ჰოლა, მოგესალმებით ლისაბონში. დღევანდელ ეპიზოდში გავეცნობი ამ ქალაქის მდიდარ კულტურას, სამზარეულოს, ისტორიასა და დიდებულ არქიტექტურას. ეს ქალაქი ისეთი ლამაზია, რომ ერთი სული მაქვს დავათვალიერო და მეტი გავიგო. დათვალიერებას ლისაბონის ცენტრიდან ვიწყებ, სადაც უნდა შევხვდე ანა პაულას, ადგილობრივ გიდს. ლისაბონი ძალიან ძველი ქალაქია. ახლა მის ყველაზე ძველ ტაძართან ვდგავართ, რომელსაც ლისაბონის ტაძარს უწოდებენ. აქვეა ეპისკოპოსის სახლი და ის ყველაზე ძველი ეკლესიაა ლისაბონში. მან რამდენიმე მიწისძვრას გაუძლო. ყველაზე ძლიერი 1755 წელს იყო, რომელმაც სამრეკლო დააზიანა. ეს ტაძარი და ქალაქის სხვა უბნები მრავალჯერ აღადგინეს, თუმცა მათ მაინც შეინარჩუნეს სიძველის იერი. ტრადიცია ამ ქალაქის ყოველდღიური ყოფის განუყრელი ნაწილია და ანამ თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილას წამოყვანა, სასულიერო პირის ქანდაკებასთან. წმინდა ანტონი, ხედავთ მის ქანდაკებას და გამოსახულებას. იგი ლისაბონში დაიბადა. მას ვევედრებით ისინი, ვისაც უნდა ქმარი ან ცოლი ჰყავდეს. აქაური ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვეულებაა მონეტის სროლა ქანდაკებისთვის. ამბობენ ამის მერე სიყვარულში გაგიმართლებსო. სიყვარულით გაშღენთილი ატმოსფეროდან ანა და მე ქალაქის შემაღლებული ადგილისკენ დავიძარით, რათა ქალაქს კარგად გადავხედოთ. ეს გადასახედი ადგილობრივებსა და ჩამოსულებს შორის ერთნაირად პოპულარულია. აქ უამრავი ძეგლია, მოდი რამდენიმეს გაჩვენებ. აი, იმ დიდ ეკლესიაში, იქით რომ დგას წმინდა ანტონი, მღვდლად აკურთხეს. კიდევ ბევრ ეკლესიას ვნახავთ. აი, ის დიდი გუმბათი პანთეონისა. ლისაბონში მრავლადაა ეკლესია და გოტიკური სტილის შენობები, მაგრამ მას ისლამური წარსულიც აქვს. ახლა ქალაქის ალფამის უბნისკენ მივდივართ, სადაც ჯერ კიდევ არ წაშლილა წარსულის კვალი. მისი ვიწრო ჩიხები, კიბეები და შიდა ეზოები იმ დროით თარიღდება, როდესაც მავრიტანული ეპოქა დასრულდა. ჩვენ ალფამის ცენტრში ვდგავართ. ალფამა ქალაქის კედლის გარეთ მდებარე უბანია, რომელშიც მავრები დარჩნენ მას შემდეგ, რაც მეფემ ქალაქი აიღო. მისი სახელი მომდინარეობს სიტყვიდან ალჰამა, რაც ნიშნავს ადგილს, სადაც კარგი წყალია. დღეს აქ მრავლად ვნახავთ კაფეებს, საინტერესო ხედებსა და შენობებს, რომლებიც მრავალ თაობას ემსახურნენ. მე და ანა ალფამაში დავეხეტებით, მთელი სისავსით ვგრძნობ თუ რამდენად დიდ ისტორიას იტევს ეს ვიწრო ქუჩაბანდები. ჩვენი ტური დასასრულს მივუახლოვდა, მაგრამ აქ კიდევ უამრავი რამ არის სანახავი. ლისაბონი ის ქალაქია, რომელშიც ისტორია და გემრიელი სუნი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ყოველი უბანი რაღაც განსაკუთრებულს გთავაზობს. ეს პასტეის დე ბელემია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონდიტრო ლისაბონში. რიკარდო საკონდიტროს ზედამხედველი ამ ისტორიული დაწესებულების კულისებს მათვალიერებინებს. ეს საცხობი მით არის ცნობილი, რომ სწორედ აქ ცხოვრობდა პორტუგალიაში ყველაზე ორიგინალური კრემიანი ტარტები. ამ კლასიკური ტარტების ცხობა აქ 1827 წელს დაიწყეს ძალიან ძველი რეცეპტის მიხედვით. ამ რეცეპტს ახლაც საიდუმლოდ იცავენ და მხოლოდ რამდენიმე ოსტატ მაიცის თუ რას მოიცავს ცხობის სრული პროცესი, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. აი ეს არის კარი, რომლის მიღმაც ყველა საიდუმლო პროცესი სრულდება. დიახ, ეს ერთადერთი კარია, რომელიც ჩემთვისაც კი დახურულია ამ საწარმოში. მხოლოდ სამმა კაცმა იცის რეცეპტი. მათ იციან როგორ მოიქცნენ და მხოლოდ ისინი დაიშვებიან კარს იქით. აი ესენია ორიგინალური პორტუგალიური კრემიანი ტარტები. მათ სხვადასხვა ვერსიას მთელ მსოფლიოში ნახავთ, მაგრამ ნამდვილი პასტეის დე ბელემი მხოლოდ ამ საცხობში ცხება. აქაური ცხობის ოსტატები ამ პროცესის ყოველ საფეხურს კარგად იცნობენ. მე შესაძლებლობა მომეცა თავადაც მეცადა და ცხობა აქაური გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით. აი ასე, მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა მივაკრათ ცომი. როდესაც ტარტებს ფორმას მისცემენ, მერე დანადგარით გულს ამოუსებენ და ტარტებს პირდაპირ ღუმელში აწყობენ მაღალ ტემპერატურაზე გამოსაცხობად, რათა ქერქის ფენოვანი სტრუქტურა და კარამელიზებული შიგთავსი სრულყოფილი გამოვიდეს. აბა ლილი, აი ეს მწკრივი სულ შენი დამზადებულია.
და მშვენიერი გამოვიდა ყველა. რა ლამაზებია, ზუსტად ისეთი ფენობანია მე რომ მიყვარს. დიახ, შესანიშნავია. შენს დამზადებულებს ვერც კი გაარჩევ დანარჩენებისგან. უბრალოდ შესანიშნავია. After seeing how everything comes together, მას შემდეგ რაც ვნახე თუ როგორ მზადდება, დადგა დრო რომ გავსინჯო კიდეც ეს ცნობილი ნამცხვარი. ის მართლა ძალიან გემრიელია, გარედან ხრაშუნა, ხოლო გული რბილი და კრემიანი. ამ ტკბილი თავგადასავლის შესანიშნავი დასასრულია. ლისაბონში ელეგანტურობისა და შემოქმედების ატმოსფეროს სუფევს. ამ ქალაქში მრავალი კედელია მოხატული ან კერამიკის ფილებით მოპირკეთებული. მე ისეთ ადგილას მივდივარ, რომელიც სწორედ ფილების უნიკალურ ხელობას ეხება. მე ფილების ეროვნულ მუზეუმში ვიმყოფები, რათა უფრო მეტი გავიგო ამ ყველასთვის საყვარელი ხელოვნების შესახებ და მივხვდე, მაინც რატომ იპყრობს ხელოვანთა ყურადღებას დღემდე. still inspiring artist today. ხელოვნების ამსახეობას უფრო სიღრმისეულად რომ გავეცნო, მუზეუმის კოორდინატორი დორა ფერნანდესი მუზეუმს მათვალიერებინებს. ამ მუზეუმში მე-15 საუკუნეში დამზადებული პორტუგალიური ფილების კოლექციაა გამოფენილი. ეს კოლექცია მოგვითხრობს თუ როგორ ვითარდებოდა ეს ხელოვნება დროთა განმავლობაში. ამ კერამიკულ ფილებზე ხშირად გამოსახულია ისტორიული ან რელიგიური ამბები. Or religious stories. აქ მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პანელია, რადგან მისი ფილები ადრეული წარმოებისაა. აი ამ დიდი პანელების ფილები, რომლებიც ლისაბონშია დამზადებული. The museum ეს მუზეუმი მე-16 საუკუნის შენობაშია განთავსებული, ყოფილ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში, რომელიც კიდევ ერთ ისტორიულ შტრიხს ამატებს ამ კოლექციას. ქრისტიანული ნამუშევრების გვერდით გეომეტრიული ფიგურებით მოხატულ ფილებსაც ნახავთ, რომელიც ქალაქის ისლამური წარსულის გავლენაა. მუზეუმში ყველა ტიპის ფილაა წარმოდგენილი, მარტივი ნახატებით დაწყებული და უზარმაზარი პანელებით დამთავრებული. ეს ყველაფერი ერთად პორტუგალიის ფილებით მოპირკეთების მდიდარ ტრადიციაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ლისაბონის დიდი პანორამაა. მასზე ლისაბონის 14 კილომეტრიანი სანაპირო ზოლია დატანილი, ზუსტად მიწისძვრის წინ. ამ მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა ლისაბონის ისტორია, კულტურა და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში. დღეს ამ ტრადიციის შენარჩუნებას ფილების დამზადების სემინარები ცდილობენ. მასტერკლასებზე მოხატვის მარტივ ტექნიკას ასწავლიან, რომელიც თითოეულ ფილას აცოცხლებს. ჩემს ვიზიტს მუზეუმში კერძო მასტერკლასით ვასრულებ, რომელსაც კაფელის ექსპერტი ჟოანა უძღვება. ეს საშუალებას მაძლევს თავად ვეზიარო ლისაბონის ფილების დამზადების ტექნოლოგიას და ვიზიტი საკუთარი გამოცდილებით დავასრულო. ჩემი ტურის შემდეგი პუნქტი სასტუმრო ლაპას სასახლეში დაბინავებაა. ეს გასაოცარი ისტორიული შენობა ბაღებსა და ძველი სამყაროს მომხიბლავ ატმოსფეროშია ჩაძირული. ეს მე-19 საუკუნის სასახლე, რომელიც შესანიშნავად არის აღდგენილი, ერთ დროს ვიკონტს ეკუთვნოდა და გარდა სულ დღეთა სინატიფეს დღემდე ინარჩუნებს. ამ ყოფილი სასახლის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება მისი სიდიადე და სიმშვიდეა. წინაპართა ტრადიცია აქ თითოეულ დეტალში გამოსჭვივის. სასტუმროს ნომრები კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და უამრავი დეკორატიული ნიუანსითაა შემკობილი. ოთახები საკუთარი სტილითა და სინატიფით გამოირჩევა, როგორც ეს ისტორიულ სასახლეს შეეფერება. გარეთ ტერასებიდან, რომლებიც მდინარე ტახოს გადაჰყურებენ, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება. სასტუმროს სტილი მის ქვედა სართულზე მდებარე რესტორანშიც დაცულია. აქ სასტუმროში ნამდვილად არ გონია თავი. ისეთი განცდა გეუფლება, რომ აქაურობა ქალაქის განუყოფელი ნაწილია და პორტუგალის დაუჯერებელ ისტორიაში გაბრუნებს. ჩემი ტური გრძელდება და მე ლისაბონის ქუჩებში დავეხეტები, რომ ნახო კიდევ რას მთავაზობს ეს ქალაქი. ახლა რესტორან Solar dos Presuntos-კენ მივემართები, რომელსაც ერთი ოჯახი მართავს და რომელიც განთქმულია ახალი ზღვის პროდუქტებითა და ტრადიციული პორტუგალიური სანელებლებით. ეს რესტორანი ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად ითვლება, რომელიც 40 წელზე მეტია იზიდავს სტუმრებს. აქ კერძო მასტერკლასზე დამპატიჟეს, რომელსაც რესტორნის ერთ-ერთი შეფსარეული ჩაატარებს. რომელ ტრადიციულ პორტუგალიურ კერძს ვამზადებთ, შეფ? ორი კერძი უნდა მოვამზადოთ. კარგი, დავიწყოთ 8 ფეხათი. მერე კი მოლუსკები შევწოთ ნივრის ზეთში ქინძთან ერთად. მთავარ კერძად კი გვექნება ასთაკვი ბრინჯით. ასთაკვი ვის არ უყვარს? იმის თქმა მინდა, რომ სრულიად განსაკუთრებულია. ეს პორტუგალიური ასთაკვია? პორტუგალიური ასთაკვია. თითოეული თავი კერძისთვის საიდუმლო წვნიანი ბოსტნეულის ნარჩენებით მზადდება. ეს კლასიკური მიდგომა უზრუნველყოფს, რომ არაფერი გადაიყაროს. დრო დავიწყოთ მომზადება. ჩემი აზრით, ქინძის სუნი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი არომატია. ისეთი საოცარი სურნელი აქვს.
სუნელების დამატებასთან ერთად ვხედავთ თუ რა გულმოდგინედ ამზადებენ ტრადიციულ პორტუგალიურ კერძებს. არაფერი შეედრება მარტივ ინგრედიენტებს და პორტუგალიური სამზარეულოს არსიც სწორედ ეს არის მარტივი ინგრედიენტების შეზავება. ამ კერძების მთავარი ღირსება სანელებლების ფენებად შეზავებაა, როდესაც თითოეული ინგრედიენტი იგრძნობა. ასთაკვი, რვაფეხა და მიდიები პორტუგალიური სამზარეულოს ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტებია და ხელის ერთი მსუბუქი შეხებით შეგიძლია ისინი მართლაც განსაკუთრებულ კერძად გადააქციო. ჩემი მასტერკლასის შემდეგ დრო ზოგიერთი კერძით გავსინჯო კაროლინა კარდოსოსთან ერთად, რომელიც ამ რესტორნის მფლობელი ოჯახის წევრია. ჩვენ რვაფეხით დავიწყეთ. ჩემმა პეპიამ და ბაბუამ ეს კერძი ლისაბონში მაშინ ჩამოიტანეს, როდესაც რესტორანი გახსნეს. მოლუსკები ჩვეულებრივი პორტუგალიური მოლუსკებია. არაფერი ჯადოსნური არ ხდება, უბრალოდ ჩვენი სანაპიროდან მოტანილი კარგი პროდუქტია. პორტუგალიური სამზარეულოს მთავარი საიდუმლო მისი ინგრედიენტებია. კაროლინასთან ერთად სადილის დროს ვხვდები თუ რატომ არის ეს ადგილი ასეთი პოპულარული. იმიტომ რომ აქაური საკვების უკან ისტორია, ოჯახი და სანელებლები დგას. ჩემი მოგზაურობა კი დასასრულს უახლოვდება. ლისაბონში ტურს სანაპიროზე ნავით გასეირნებით ვამთავრებ. კაროლინას ადგილობრივ გიდს ზღვაში შევყავარ. ეს ქალაქი სრულიად სხვა კუთხით დანახვის კარგი საშუალებაა. ძალიან მომწონს ეს გასხოვებული ფერები, რომლებსაც ზემოდან ხეების კენწეროები ადგას გვირგვინად. მაშინვე თვალში გვხვდება ასეთი ფერადონება. იმავე სამჩნევ კერამიკულ ფილებზეც. ცისფერი, თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი. რა კარგია აქ განცხრომა, ოკეანეში დასვენება, როდესაც საფეხურებად შეფენილ ქალაქს უწკერ. წყალზე გატარებული დიდებული დღის შემდეგ კაპიტანმა ნება მომცა, რომ უკან სანაპიროზე დაბრუნების დროს საჭე მემართა. პირადად ჩემთვის ლისაბონი მრავალი შრისგან შედგება. აქ ნახავთ ისტორიის შრეს, ერთმანეთის თავზე განლაგებულ ქუჩებსა და მისი ცნობილი ნამცხვრის ფენებს. ლისაბონში შესანიშნავი დრო გავატარე და თავი პორტუგალიური კულტურის ნაწილად ვიგრძენი, მაგრამ ახლა შემდეგი თავგადასავლის დროა.